მივესალმები ხელოვანთა არხის მაყურებლებს, მადლობთ რომ უყურებთ ჩვენს ვიდეოებს, ვისაც YouTube-დან არ გაქვთ გამოწერილი ეს არხი. ხომ არის რომ გამოიწეროთ, დაალაიქოთ ვიდეოები, დააკომენტაროთ, მოკლედ მიაქტიუროთ. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. ჩემთვის საინტერესო იყო სტუმრობა თქვენს სახელოსნოში სივრცეში, ასე ვთქვათ. ზოგადად რო წარუდგინოთ თქვენი თავი თეორიის სიტყვით ხელოვანთა არხის მაყურებელს YouTube-ზე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგდანდით და დაინტერესდით ჩემი სიტუაციით. ძირითადად სულ ბავშვობიდან შრომა შევარდა თითქმის უფლის მადლით ყველა სფეროში მუშაობა, ფერწერა, ხრინჭილობა, ტექნიკური მინანქარი, ასევე ხაჭედვა, ჩიკანგერძის მიმუშავია და ქანდაკება მაინც ჩემი სფეროა და ძირითადად ახლა უფრო დაკავებული ვარ ტექნიკური მინანქრით და ხრინჭილობით, მაგრამ როგორც ასეთი ფერწერაზეც პარალელურად მუშაობ ხოლმე. ერთი სასწავლებელი ყოველ წუთში გავხსენით ჩემ მეგობართან ერთად შალვაგერაძესთან ერთად და მეორე კიდე დიდი ღომში 1 ოქტომბრიდან გაიხსნება სადღაც 150 ბავშვამდე ველოდებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასშტაბი იქნება, ერთი 100-დან 120 კვადრატამდე იქნება თვითონ ფართი და კეთილმოწყობილი და ყველანაირი რესურსი იქნება ბავშვებისთვის და ასევე ჩვენს მან ბატონი შალვაგერაძე იმუშავებს, მეც ვიმუშავებ და კიდე რამოდენიმე მხატვრები იმუშავებენ, რომელიც ამ საქმეს გაუძღვებიან ჩემთან ერთად. თქვენ აქ მაგაც გყავთ ხო? პერიოდულად მოსწავლე. კი, აქ ეს სახელოსნო რასაც თქვენ ხედავთ, სულ ჩემი ნამუშევრები აქ ახლა ოქროს ნაკეთობები ძირითადად მაქვს ყალიბები, რასაც გაჩვენებთ მე, რასაც ვაკეთებ და მე მაგათ ყველას ვაყალიბებ. ერთ-ერთი ნამუშევარი ბოლო, მაგერ ჩემი ნამუშევარი, რომელიც არცად არავის არ აუჯერ. ეს ჩემია და პერსონალურად ჩემი გაკეთებულია. და აი ასე ინდივიდუალურ რაღაცებს ვაკეთებ, ასევე ბირჟაზეც რა თქმა უნდა ყველა ვაბარებთ, ზოგი საზღვარგარეთ გადის და თითქმის ყველა სფეროში მუშაობ. ასე მოსწავლეებიც არიან, მან ზოგი ჩვენახევარია დადის, მაგრამ ბევრი არა, იმიტომ რომ აქ ისეთი სივრცე და სიტუაცია ბევრ ბავშვს მიიღებ და ოქრომჭედლობასაც და 4-5-6 კაცს ვერ ასწავლე. აქ ინდივიდუალურად 2-3 თვე მოდიან ბავშვები, სწავლობენ და მე თვითონ აგრძელებენ მუშაობაზე. ასე მივყვებით ნელ-ნელა სიტუაციას. აია რომ ასე ხელოვნები დაინტერესებულია დღევანდელი თაობა, ახალგაზრდობა, იმიტომ რომ ხალდაზე თუ ხატვარი თუ ვერ გახდა, ხო? რაღაცა სფეროში მაინც გამოაძგება და თლად უხმად არ დაკარგავს ცხოვრებას. ყველამ თავისი ვალი უნდა მოიხადოს ერისა და ქვეყნის წინაშე. ხატვებით იქნება, ხრინჭილობით იქნება, ხაზველობით იქნება და არის სხვადასხვა სფეროში. ზოგი წერალი გამოდის ხო ასეა და ყველას თავისი განხრა გააჩნია, რომელიც ყველაზე დიდი პატივსაცემია ყველა სფეროს ადამიანისთვის და ყველას მივესალმები და ბატონო ალექსანდრე, მაინტერესებს თქვენ სწავლეთ როგორი განხრით დაამთავრეთ, ანუ ფერწერა, კი, ქანდაკება, ფერწერა და ასევე დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრე, მაგრამ ძირითადად გავყვევი პირველი სფერო ჩემი იყო სულ ყოველთვის პირველ იმაზე მეყენა ქანდაკება. ქანდაკების მე დაამთავრე ფერწერა. ანუ თქვენ მოქანდაკე, ხატვარი, ფერწერი და ასევე ნიკოლაძეში დავამთავრე, მან მომწეს უკვე პედაგოგიური სისტემა მქონდა, პედაგოგიური ის მიწერია, სადაც პედაგოგის დიპლომიც გვაქვს. მე 2008 წლიდან ვასწავლედი აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში. მან გარკვეული წლები დაახლოებით 4-5 წელი ვასწავლედი ბავშვებს ხატვას, ფერწერას, ასევე ტექნიკურ მინანქარს ვასწავლედი. მე გავხდი 2012 წელს საქართველოს ინოვაციური პედაგოგი. მან დამაჯილდოვეს და სადღაც 2016 წლიდან უკვე ჩემი გავხსენე სახელოსნო, სადაც ახლა დღეს ვიმყოფებით, ეს 2016 წლიდან აქა ვარ. და 2023 წელს გავხსენე ჩხოროწყუში. დავიწყეთ უბრალოდ 24-ში გაიხსნა. წელიწადზე მეტია უკვე რაც ჩხოროწყუში ფუნქციონირებს ეს სასწავლებელი და ძალიან სხვათა შორის მაყურებელი ბავშვები მაყურებლები არიან, და უფასო სწავლებენ ყველაფერს, თვითონ მერიამ დააფინანსა. ასევე ამ პერიოდში 2004 წლის დასაწყისში
გაიხსნა ჩხოროწყუში სამხატვრო სასწავლებელი. მან ბავშვები 35 ბავშვი უფასო სწავლობს. მან ეს ყველაფერი დააფინანსა კულტურის სამსახურმა და უშუალოდ მერიამ. ამიტომ მადლობა ბატონ დათო გოგუას იმ ყველაფერი დახმარებისთვის, ასე ათინა წუტომია და ყველა იქაო თანამშრომლებს, ვინც გვერდში დაგვიდგინა ბატონ საულ დაჭყებიას უშუალოდ დიდი მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის 28 სექტემბერს ჩხოროწყვალობა იგეგმება ჩხოროწყუში, სადაც კულტურის სახლი გაიხსნება და პერიოდულად იქ გავაგრძელებთ სწავლას. მან დაახლოებით 150 კვადრატზე მეტი არის, რაც გადმოგვეცა ჩვენ სამხატვრო სასწავლებელს. იქამდე იყო მან დიდ ოსტატი მუშაობდა რეზო ტურტუმია, ძალიან დიდი ხელოვანი ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ დღეს არ არის ცოცხალი, მაგრამ მაგის სახელობის იქნება ეს სასწავლებელი. ანუ გაფართოებაზე მრავალ მხრივ ახლა დასავლეთით, აღმოსავლეთით ყველგან ერთ პარალელურად გამოდის. კი, უფლისმალით რაც ჩავიფიქსეთ უფლის წყალობით ბატონმა შალვა დამიდგა ბატონ შალვა გერაძე გვერდში თავის სახსრები, თავის სიტუაციით აგერ მანკოდაში აშენებს უზარმაზარ მუზეუმს, თავის ნამუშევრები და თავის ხატწერა, ასე ფერწერა, გრაფიკა, ყველაფერი მან წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე წელში. და ეს ადამიანი წამოვიდა ჩხოროწყუში და დამიდგა კაი დიდი საქმე გამაკეთებია, რომელიც საშვილიშვილო საქმე, რომელიც შეიძლება ბევრ რეგიონში კი არა, ქალაქშიც არ გაკეთდეს. ასევე გადავწყვიტეთ აქაც დიდი ღომში ზუსტად მაგდაგვარი სასწავლებელი გაკეთდეს და ეს უკვე 1 ოქტომბრიდან გაიხსნება. თქვენ საომავლოდ თბილისში უნდა დარჩეთ თუ დასავლეთში სამეგრელოში უნდა? ეხლა ეს მაგაზე დავფიქრეთ, ორად ვერ გაიგება ეს კაცი და ხო, აი, მადლობა ამ სიტყვისთვის. რა იცით, ყველა თავის სამშობლო როგორც გვიჩვენია ჩვენ ისე ჩვენი კუთხე ყველას გვიყვარს. კომფორტულად. ხო, რა თქმა უნდა, მაინც უფრო სხვანაირი აგზნო თავს, მაგრამ ჩვენ იმდენი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც იქ ისე უნდა ვიგნოთ ახალს თავი და ის მხარე მაინც ჩვენთვის ყოველთვის იქნება პირველ დასაყრდენი წერტილი, მაგრამ ის იმას ანიშნავს, რომ სულ იქ ვიყოთ და იქ ერთ ადგილაზე ჩვენ არაფერი არ ვაკეთოთ. ჩვენ ყველა ქართველმა თავის საკეთებელი ბოლომდე უნდა გააკეთოს და ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ერთი აგური ყველამ უნდა დადოს საქართველოსთვის. ბატონო ალექსანდრე, აი ხატწერაში და ეს ჩიკაკას რასაც ეძახიან პრინციპში, კაცრად იცავთ იმ ვთქვათ ასლებს აკეთებ თუ ინდივიდუალურადაც გაქვთ შექმნილი რაღაც ესეთ ხატი უკვე დაწერილი თქვა. როგორც ასეთი გალვანიკაზე ძირითადად პერიოდულად მუშაობდი და მუშაობ კიდევ დღესაც ასე თაბაშირიდან და მე ვაყალიბდი ასე შემდეგ, რაღაც დეტალები როგორც წინათ აღვნიშნე, უდიდესი დიდოსტატი არის ბატონი ამის შალვა გერაძე. და იქიდან გამომდინარე ყველა ადამიანი ყოველთვის სწავლობს ყველაფერს რა. ხელოვნება როგორც დიდოსტატები ამბობდნენ, რომ იმ დროს გავდივარ ამ ქვეყნიდან, როცა ვისწავლე ხატვა, ხო? ისე ხატვის სწავლა არ ხდება. ხატვის სწავლა მიდის გარკვეული პერიოდი. ყოველ დღე შენ თავში სწავლობს ადამიანი, თავის თავში სწავლობს ადამიანი და ყოველ დღე ახალს ეძებდა, იმიტომ რომ ამოუწურავი სიტუაცია ხელოვნება. ვერ ამოწურა ამას და ანუ ვერასოდეს ვერ ისწავლი ბოლომდე, ამის თქმა მინდა და ყოველ დღე ვსწავლობ. მე რომ დავიძები ხოლმე ხან ფერწერა იქნება იქიდან, ყოველ დღე რაღაც ახალს შევიძენ, ასევე იქ ხატებზე მუშაობის დროსაც ყოველ დღე ახალ რაღაცას ვეძებ. ფერწერაც ვახსენოთ, ერთ-ორი ასე თქვა მეუბრუნდეთ. ეს არის ახლა თქვენი ნამუშევარი, რომელიც ეს ბოლო ნამუშევარი ხა. აქ ქალბატონი ელენე გამგონიძე იყო, ისიც ძალიან დიდოსტატი არის ხელოვნების. საკმაოდ ძალიან ძლიერი ნამუშევრები აქვს და ძალიან ძლიერი ფერმწერი არის. მაგასთან ერთად პატარა მასტერკლასი ჩავატარეთ ერთად. იცით ძალიან ასიამოვნები დავჭი. რომ ასეთი ადამიანები თან იშვიათობა ჩემნაირმა უბრალოდ ადამიანმა რომ იმუშაოს, მაგრამ თვითონ პადევი დამდო
დიდი სიყვარულით მობრძანდა და ჩემთან ერთად რამოდენიმე საათი გაატარა, სადაც გარკვეული პერიოდი ჩაერთო ნახატის შესრულების დროს რაღაც პერიოდულად დეტალებში, სადაც შესწორებებიდან გამომდინარე მეც ნასიამოვნები დამტოვა და თვითონაც მოიწონა ნამუშევარი, ეს რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო და მადლობა ქალბატონ ნინო გამგონიძეს ამ პატივისთვის. ეს ნამუშევარი აბსტრაქციაც არის და თან აღიქმება, აღქმადიც არის და იმპრესიონიზმის როგორ ხედავთ, ეს ახლა ცოტა შორიდან რო იყოს, უფრო სიღრმე აქვს ამას, აი შორს ამას წინაპლანი, შუაპლანი. ანუ იქის სივრცე მიდი ძალიან შორს. ეს საერთოდ 10-15 მეტრიდან შეიძლება ადამიანი უფრო სხვანაირად დაინახოს. უბრალოდ საგამოფენო სივრცეში აუცილებლად სხვათა შორის ახლა 25 ოქტომბერს თბილისი მერიოდში და მან უნდა გავიტანო ეს ნახატი. ეს ნამუშევარი და ყველას ვისაც ნახავს სიუჟეტს და ვისაც დრო ექნება, მინდა ყველა დავპატიჟო მან რომ აი ხატრებიც იქნებიან, დაახლოებით ყველა ჩემი მეგობრები არიან, უშუალოდ მგონი თქვენ ზღებულობთ მონაწილეობას და გილოცავთ და ძალიან სიამოვნეს ესეთ რაღაცები ტარდება, რომ ხელოვანი ხალხს აახლოებენ ერთმანეთთან და უფრო ყველა საქმე სიყვარულით იწყება და სიყვარული მთავრდება, მაგრამ როგორც ასეთი ეს ცოტა პერიოდული წლების უკან ცოტა ის იყო გაციებული რა, არაფერი არ აინტერესებდა და დღეს ყველაფერს სიყვარულით უყურებ და ის ძალიან მისასალმებელი. ძალიან კარგი არის. ბატონ ალექსანდრე, ზოგადად ხელოვანების შრომასთან დაფასებასთან დაკავშირებით ჩამოვარდა ძალიან საუბარი და ფინანსურის გარდა ესეთი აღიარების მხრივ როგორ არის? ან თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება რა გაქვთ ესეთი ჯილდოები მიღებული თქვათ? ერთი იყო ის, რომ მადლობა ბატონ გურამ ცეცვაძეს, ხარტვათა კავშირის წევრი გავხდი. ეს ცოტა იყოს დიდი მიღწევა, იმიტომ რომ ხარტვათა კავშირის წევრობა პატარა საქმე არ იყო მაშინაც, რაც დღესაც და ხარტვათა კავშირის ეროვნული ხარტვათა კავშირის წევრი ვარ. და მე პერიოდულად ჩემი საქმიდან გამომდინარე, ასევე მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ქალბატონ დიანა და ნინა რევაზიშვილებს, ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ეგენი. ავიღე ლეონარდო მიქელანჯელოს პრემიის ლაურეატი ვარ და მიქელანჯელოს ხოსქანდაკება მაქვს. ასევე ვენერას ქანდაკება მაქვს ოქროსი და ეხლა მიქელანჯელოს ქანდაკებას ველოდები. რა გქონდათ წარმოწარდგენილი? სხვათა შორის აი თავის ის კოლხი ხალის პორტრეტი წარმოადგენდა ლეონარდო და ვინჩის, რაც იტალიაში მოვიგე. სხვათა შორის ძალიან ძლიერი ფიგურა გახავს არ ვიქებ, მაგრამ კაი ნამუშევარია. დამიფასდა უგლის მალი და ეხლა დღეს 25-ში გამაქვს ეს ფერწერა. ამასაც თავის ხიბლი აქვს რა თქმა უნდა. ფერწერაში მიმდინარეობა რომელი არის თქვენ? თუ ექსპერიმენტებს ატარებთ? გეტყვით ეხლა კამაგაიკაის შეკითხვა იყო და მადლობა. რა რიცით, აი ზოგი ხო ხატავს ჩაოლებრივად ჯერ ფანქრით. დიახ. და მე იწყებს ხატვას და ავსებენ არის. მე არა, მე ჩაოლებრივად ვიწყებ არაფრით რა. პირდაპირ საღებავით ვიწყებ და ანუ მე მიყვარს ფიქრით შევდივარ სიღრმეში და რასაც სიღრმე მაჩვენებს, იქიდან ასეა ქანდაკებაც. ქანდაკებაში შიგნიდან გამოდიხარ, ხო? და როცა ქვაზე მუშაობენ, გარედან შედიან შიგნით და თიხაში რომ მუშაობ, შიგნიდან გარეთ გამოდიხარ და აი ეს მომყვა, ანუ ქანდაკებიდან მომყვა ეს სფერო, ანუ ამ სფეროში ვარ. თითქმის მთელი ცხოვრება ისა მაქვს გასის ხორცებული რა, იმიტომ რომ ანუ ესკიზსაც არ აკეთებთ ნახატისას წინასწარ. ჩვეულებრივად შიგნიდან გამოდივარ, დავიწყებ რაღაც, შეიძლება დღეს ნახატი სულ სხვა იყო და მერე გახდა სულ სხვა რაღაც, ანუ არ მენანება ნახატის ისა შექმნა. დავიწყებ ერთი, მეორე შეიძლება ერთი ნახატი და მეხუთე გამოვიდეს, გამიგეთ, როცა მომეწონება მორჩები.
უნდა იმუშაოს და ფერიდან ფერში უნდა ფერწერა, ფერები წერა ქვია, წერა თუ იწერა ქვია, უნდა წაიკითხო. ეს არაფერია, კიდე მაქვს რაღაც იდეაში, ხოც არ ვიცი ჯერ რაზე, მაგრამ დავიწყებ ტილოზე ხატვას, მე გავიცნობი რა. ფერწერაში ახლა აქ თქვენ ძირითადად უფრო თითქოს ცივი ფერები არის გამოყენებული, მაგრამ წითელი ფერიც არის ეს ყვითელი. წითელი ფერი საერთოდ არ აქვს გამოყენებული, ამიტომ ანუ ამ ყველაფრის ფერების ბალანსსაც მნიშვნელობა აქვს ალბათ. კი, აი სულ ხმარობ მე, აი იასამნის ფერს, ლურჯი, აი უფრო ზეციური ფერებისკენ, აი მინანქარში ჩემი სტილი მასე იყო. ჩემ სტილზე რომ მუშაობდი მინანქარში, სულ იყო ყვითელი, ცისფერი, ლურჯი და მწვანე. აი ამ ფერებზე მუშაობდი, აი ამ გრადაციები. ამ ხატით რო დავიწყოთ, აბა პირველ რიგში ეს არის 2002 წელს შესრულებული. ეს არის პასტელში შესრულებული. დაახლოებით მეტრაც იქნება ეს ალბათ 90 სანტიმეტრზე. მის რეალურ სადაც მაქვს ხოლია სახელოსნო ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს ხოლმე რა. ფილმში რა არის მასალაზე? ტილო არ არის, ხო? ტილო არის, სქელი კარდონზეა, სადაც 0.6 არის სისტემა მაგის მაგალითი საბითუმო დავაბარებთ მათ ნაკეთობები გადის აქედან. ეს არის კიდე ხელით გაკეთებული კრისტე აი პირდაპირ ეს სპილენძი არის თუ ხელშუქნელი ხადი ეს ძვლის სტილში მოგაკეთებული. ეს არის ანტომარკომ ხატი ესეც რომელიც მარტყოფის მონასტერში იყიდება მეტი არსად არ იყიდება იმიტომ რომ ძალიან პოლიგონ არის თითქმის კახალზე არის შესრულებული. ქართულად როგორ უნდა ვთქვათ ან ჩიკანკარუსულად და ხაჭედო არის ან მასეა შესრულებული ოღონდ მოვერცხლილია და თავი ტონირება აქვს ამას გაკეთებული. ძალიან უძველესი არის პერანგს ვაკეთებთ ახლა ნახე ნახე პერანგს უნდა შეიქმნას ახლა და პატარა მაგრამ ამაზე მუშაობთ რა პერანგით ის მოგაკეთებულია და აი რა არის ის ხატზე მუშაობა ყოველზე ვერ იმუშავებ რაღაც გარკვეული პერიოდი ჭირდება ამაზე გარკვეული შინაგანად უნდა იყოს სულთადრო მზადებულად ვიმუშაო ჩვეულებრივ სამსახურებით ვერ მივუდგები. არა, გამოიწვია. ეს აი ეს არის მაგის იმას გაჩვენეთ, რომ ეს უკვე ამოყვანილი ეს რა მასალა ახლა? 1 3 4 ხატი უკვე შეწირული მაქვს. 2 სვანეთში შევწირე. 1 ჩემმა მეგობარმა წანინჯიხაში შეწირა. და ერთი კიდე უცხოეთში წავიდა ჩემში საფრანგეთში არის კიდე შეწირული ერთი საფრანგეთი თუ იტალია ზუსტად ვერ მოგატყვით. ესეც ძველი სიტუაციით არის შობის განმოტანილი ოღონდ ჯერ არ არის დამთავრებული. აი ახლა ეს არის იმაზეც მე ეს არის ძალიან უძველესი იმით გაკეთებული მაქვს წმინდა გიორგი რომელიც ევედრება ქრისტეს. ესეც უძველესი სტილი და ძირითადად ყველაფერი ეს ვაკეთებ ძველი სტილით. ანუ ის სიძველი რო არ დავკარგოთ, გამიგე? აი შეხედეთ ახეთ მოგვუნდის, აი ახლა გაკეთებული შეხედეთ როგორი თანხმობებია. აი ეს პერიოდულად ამით ციგნებიც ამოხს მე. არსებობს ამით ციგნები, რომელიც ეს ქვაზე რელიეფია გადაგებული. კი, ეს უძველესი ის არის, რომელიც ამით ციგნი არსებობს, იქიდან ამომაქვს, ანუ ახლებსაც, ახლა ახლებსაც ვაკეთებ, მაგრამ როგორც ასეთი სიძველეს არ უნდა დავკარგოთ. სიძველეს დავკარგეთ, მაშინ ფასეულობაც აღარ აქვს. გაგება ადამიანს. სპილენძზე მუშაობ ძირითადად და ლატუნიც არის თუ? ეს არის ძირითადად სპილენძი. ისე ლატუნზე კეთდება დიდი ხატები და პატარები, სპილენძი ხა ამოყვანის სიტუაციით მე სპილენძი, სუფთა სპილენძია და ეს არის ლატუნი. ლატუნზე დამუშავება ლატუნზე ხდება და ამოყვანა სპილენძი. ეს არის აჩხოტის არის ისორი ახლა ნიკოლოზი ხან მოვეცილები ესე ეს უნდა მოიხატოს და მე პერანგი გავუკეთებ და როცა პერანგი უკეთდება ხატს ყოველთვის ხატი არის დაცული შეიძლება კი ისედაც დაწერილები ძალიან კარგებია მაგრამ როცა პერანგით არის შესრულებული
პერანგი ყოველთვის იცავს ხა. პერანგში იგულისხმება ეხლა ეს მასალა ხო ეს ხო რა თქმა უნდა გარედან ლენზი ანუ ეს ხდება გალვანიკის საშუალებითაც და ხდება ჭედურობის საშუალებითაც. აი შეხედეთ აი უძველესი ხატია და რა მხნაზეა დაცული რესტავრაცია უნდა გავუკეთო. შეხედეთ პერანგზე რო არის ეს შესრულებული. მაგალითია ხო ეს. აი რა მხნაზე ჩარჩოს როგორ დაზიანებები აქვს და შეგეთ შენარჩუნებული. ანუ რა თქმა პერანგი იცავს ხატს დაზიანებისგან და ყველაფერს თავისი სუსტირდება. სიკუხთავი და სისუფთავი ხა ეს ესეც მასაც ეს არის საიდუმლო სრობის და ის ამასაც ახლა ვაკეთებ ეს რო გაჩვენეთ ის ახლა ეს მსადდება ესეც გაგაიხსნა და დაყალიბდეს უნდა და უფრო მიეცემა ჩარჩოში ჩაიდება მოოქროვდება მოივერსკდება და ეს იდეალურად ყველა დეტალი არის მაგაში ახლოს ნახეთ როგორ დამუშავებულია ყველა დეტალი დეტალებში არის დამუშავებული როგორც არის როდის იქნება ეხლა ასეთი ვარიანტი სხვა არ არის. აქ რასაც ხედავ, სხვაგან ახლა თუ ჩემი გაკეთებული არ არის, სხვაგან ვერ ხდება. ორიგინალი. აი ესეც ახლა გაჩვენეთ მე მას ამოყვანის სიტუაციაზე გაჩვენეთ, თაბაშირის გიორგი რო იყო, წმინდა გიორგის არის ეს აგვეს, სპილენჩი შევენ ამ სისქეზე. ამის გაფუჭების შანსი ხო არ არსებობს. და დასანანია და სამწუხაროა და ყოველთვის ვამბობ და ხანდახან ცოტა შეგამართებაც მომდის ხოლმე და სულ ვამბობ და ვიტყვი კიდეც აი რო ჩამოვაქვს საბერძნეთიდან რო ჩამოვათ აი ბიჟუტერიები რო არის ბრონზეზე შესრულებული რო არის მე გული მწყდება ასეთ რაღაცები რომ საქართველოში არიან ისეთი ძოსტატები რომელიც სუპრა ლატონისგან სპილენძისგან უქონა ვერცხლისგან აკეთებენ ამას და ეს რა აპარატი არის? ფეჩივით. მინანქარი სადაც იწვება, ეს არის 1200 გრადუსზე ხურდება, მაგრამ ჩვენ ემას 2004 წლიდან ვაკეთებთ მინანქარს, კომპანია სიდვერნაისი 2008 წლიდან დავაფუძნეთ და ჩემაზონ და თითქმის მის მერე მუშაობ ამ საქმეზე და ეს აქ კილოობით იქნება აკეთებული ტიხული მინანქარი. სადაც 750 გრადუსზე, 800 გრადუსზე იწვება ნამუშევრები. ანუ ზოგადად ეხლა ტიხული მინანქარი ყველას გაგვიგონია, მაგრამ ტექნიკურად ტიხარი არის და მინანქარი არის. ეს რა მასალა ტიხრის შეიძლება ვერცხლი იყოს თუ როგორ არის? კი, როგორ არა. ძირითადად ტიხული მინანქარი უფრო ქართულისკენ მიდის. ქართული ძველი დაახლოებით მე-12 კი არა მე-11 საუკუნიდანაც მოდის. ძალიან ძველი პერიოდული საუბარით მაგას. ჩვენ ძირითადად ხმარობდით წითელ ფერებს და ბიზანტიელების ხმარობდნენ შავ ფერებს. ანუ ქართულ მინანქარს ახსენებდით ისტორიულად წითელი ძალიან ძველი პერიოდული წლებიდან მოდის ტიხული მინანქარი და როგორც ასეთი ჩვენ ძირითადად მაგ პერიოდისთვის ქართველები ხმარობდნენ მართლმადიდებლები უფრო წითელ ფერს და ანუ ბიზანტიელები ხმარობდნენ შავ ფერს. ამის განსხვავდება ჩვენი ქართული და ბიზანტიური ტიხული მინანქარი. არის ასეთი პერიოდული სიტუაციები, აი აქაც შიდა ბაზარშიც დიდი მოთხოვნები აქვს და ტიხართან დაკავშირებით რაც შეეხება ტიხული მინანქარი განსხვავდება იმ ტიხრით, ხო, რაც მეტი ტიხარი დევს და რაც მეტი შესრულება არის შიგნით. ამას უფრო ძვირად ღირებულს ხდის, იქ ნახატები მიდის. შრომაც მეტი ჭირდება. შრომაც მეტი ჭირდება, ნახატებიც მიდის, მეზე ფერთა გადაყვანა, ფერთა გამა იქ ნახატის სპილში კეთდება და იმით ფასდება მინანქარი, თორემ შეიძლება მოდელი გააკეთო ისეთი, ში გაუკეთო ეს ტიხარი და ჩასვა ფერი, მაგრამ ეს ტიხული მინანქარი ქვია, მაგრამ ტიხული მინანქარიც არ არის. ტიხული მინანქარია ტიხრების შესრულებული და სხვადასხვა სამკაულებზეც მუშაობთ, ხო, ალბათ სამკაულებზეც. ქანდაკება ეს არის კორხი ხალის პორტრეტი სამწუხაროდ აქ კიდე მეტი მე არა მაქვს თორემ დასავლეთში მაქვს სადაც სამხატვროს სასწავლებელი მაქვს მანდ დიდი ფიგურების მეტრიანების მაქვს ეს არის და სტუდენტობის დროს შესრულებული
კოლხეთის პორტრეტია. დავარქვევდი ამ მედია დავარქვი, იმიტომ მედია კოლხეთის ერთ-ერთი სახე არის როგორც ასეთი. ან ძლიერი მხატვრები ყავდა და დღესაც არიან, მაგრამ ამათ ყველას უნდა ხელშეწყობა. ხელშეწყობა იმაში მდგომარეობს, რომ მხატვარმა უნდა ხატოს კი, მაგრამ სხვა საქმეს უნდა ჩართვაც უნდა კონდეს, მაგრამ იმის რაღაც სიტყვაყოფილი უნდა იყოს, იმიტომ რომ სხვა საფიქრალი მაგას არ უნდა კონდეს. 9 საქმეზე ერთად ვიმუშავება ადამიანი ხელოვნებას რო იფიქრო კიდე ცოტა არ იყოს, მაგრამ ხარისხი იკარგება. რაღაცას აკლებ უკვე. რაღაცას აკლებ, სხვა ფიქრები და სხვა აზრებზე გადის, მეგონება, როცა ყველანაირად მაყოფილი ხარ დღევანდელი თვალსაზრისით ვიძახე მე ამას და ალბათ რამოდენიმე დამეთანხმება კიდეც, იმიტომ რომ ეს შეუძლია ბიოხელოვანი დიდი შედევრების საქმეები გააკეთონ, მაგრამ სამწუხაროდ მაგის საშუალება არ არის, არა აქვს და ვერ აკეთებენ, თორემ საქართველოში ხელოვნები მეგულება და რო არიან და ბევრი ნიჭიერი ადამიანი არის, ოღონდ ზოგი ჩაგრება. ზოგი ჩაგრება, იმიტომ ფიზიკურად არა აქვს ის აგინდ იმის რესურსი კიდე აი მადლობას გიხდით თქვენ რომ მოგზავნით და დაინტერესდით. აი ასე ზოგი არც ინტერესდება, არც მიდიან, შეიძლება ბევრი რაღაცები ხო ის განკიცხავენ ხოლმე რატო ლაპარაკობ, ვიტყვი ყოველთვის იმას რომ ყველაფერს იღებენ, ხო? და ხო შეუძლია ყველა ოპერატორი მივიდეს ხელოვან ადამიანთან რაღაცა კეთილი განწყობით გაუკეთონ, რაღაცა რეპორტაჟები გაუკეთონ, რაღაც ისე დაეხმარონ ხალხში, გაიყვანონ მე რამდენი მხატვარს ვიცნობ, რომელიც ძალიან ძლიერები არიან და არც ტელევიზორში ჩანაკი კი არა, საერთოდ სამხატვრო სივრცეშიც არ არიან, იმიტომ რომ მაგის რესურსი მაგათ არ აქვს. ეს ძალიან სამწუხაროა. კი, ეს ყურადღება არის გასამახვილებელი ამაზე. სხვანაირად შეიძლება. ეს თანადგარი რა არის? ეს არის უძველესი სიტუაცია გავაკეთე, მის ესეც არ უნდა დაიკარგოს. ძველი სისტემითაც გავაკეთე. აი აქ შეხედეთ, ძველი სისტემითაც გავაკეთე და მე ცოტა თანამედროვე თემად ტრანსფორმატორით გავაკეთე მე. აი აქ არის სადაც ჯერ გაკეთება მოდელი ხანდაგები სამომიყვანია უგანს ნახევარსფეროში. აი აქ რო არის ზევით აი ახლა სხვა სფერო ბევრი ჟანრია, ერთმანეთში გაერთიანებული რა. ხანდაგება ეს საერთოდ სხვა სივრცეა ეს ვარიანტი, სხვა სფერო. აი აქ არის ახლა წმინდა გიორგის ხატის ყალებია, იქ თაბაშირში რო გაჩვენე და მე აგერა მოყვანილი რო არის. ახლა ასეთ ანუ ის ხატი არის მიღებული ამ მეთოდით. აი აქ არის ახლა შეხედეთ. აი აქ არის სპეციალური ხსნარი. სადაც ერთხარეს იდება ყალიბი, მე გაჩვენებ ამოღების სიტუაციას და ნახავთ ყველაფერს. ერთხარეს იდება ხატი, მეორე მხარეს იდება სპილენძი. რა თქმა უნდა, მხატს ყალიბს ოვდეთ მან პერიოდულად მაგას დამუშავება იჭირდება, მაგას თავის ოქროსფერი ხსნარი ისმება, სადაც გადამტანი მეტალის გადატანის საშუალებას აძლევს და აქ მიდის მაგაზე სადღაც 18 ვოლტამდე იშლება სპილენძი და გადადის ანუ თავისით რა საოცარი პროცესია რომ ჩახედავ აი მოლეკულები მოძრაობენ და ეკრობა ზედ რა ფიზიკა და ქიმია გამოყენებულია აქ მეტრამდე მეტრა ამოდის 1 მეტრიანი ხატის ამოყვანა შესაძლებელია 80 სანტიმეტრიანი განეკეთებია და მეტრიანი ჯერ არ მაგრამ მეტრამდე ამოყვანა შეიძლება და თუ რაც თქვენ ახლა დიდი ღომში რო გავხსნი 1 ოქტომბერს მე თუ დაინტერესება იქნა მანდაც იქ დიდვანას გავაკეთებ და რა ვიცი ეს ხატი არის მიღებული მაგნეტობით ხო? კი, რაც მან ხატებია კიდე კი საკეთებული სპილენძი ხატი. ახალია მოყოლილი ყველაფერი. აქ დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე მასწავლებისთვის და მოგზაურობისთვის, დაფასებისთვის. აი ამ ეს ხატრისთვის დიდი ყურადღება რომელსაც შეიძლება ადამიანი ვერ გამოხატავდეს საუბრის დროს ასევე კეთილი ეთერშიც, მაგრამ სიღრმისეულად ძალიან დიდი მადლობელი ვარ და მესმა გაგახაროს და მესმა გაგაზრდოს კაი კაცი ხარ, იმიტომ რომ დრო დამითმეთ, მოგზავნით, რა კარგად იყავით და გელოდებით 1 ოქტომბერს
დიდ დიღომში, მეოთხე მიკროში 18 კორპუსი არის, მან თქვით ან იხსნება შეგირდი არის ასე ერთი სახელწოდება სახელოსნო სასწავლებელი, სადაც უხიმძღვანელი მე ალექსანდრე წურწუმია და ბატონი შალვაგელაძე ჯი თანამდგომს. საინტერესო იქნება დასტუმრებით აუცილებლად. ლათინურად ალიკა წურწუმია, WT წურწუმია, მომძებნებ, დაგიმატებ, დაგიმეგობრებ და გახსნაზეც დაგვაჭი.